რეკლამის გაშვება გადაწყვიტე, მაგრამ მეც მენეჯერში ყველაფერი ქაოსურად გეჩვენება? შენ გჭირდება 3 რამ, რომ შეძლო რეკლამის გაშვება. Facebook ან Instagram გვერდი, ბიზნეს პორტფოლიო და ad account. თუ ეს 3 სწორად არ არის აწყობილი, რეკლამა ვერ იმუშავებს გამართულად. თუ უკვე გაქვს Facebook page-ი, შემდეგ გჭირდება ბიზნეს მენეჯერის შექმნა. ამისთვის უნდა შეხვიდე business.facebook.com-ზე, საიდანაც აღმოჩნდები ბიზნეს სუიტის განყოფილებაში და აქ უნდა დააკვირდე ნამდვილად იმ გვერდზე ხარ თუ არა გადასული, რომელზეც გსურს სარეკლამო ანგარიშების შექმნა. შემდეგ დააჭირე ბიზნეს პორტფოლიოს შექმნას, შეიყვანე შენი ბიზნეს მენეჯერის სახელი ლათინური ასოებით, შემდეგ შენი სახელი და გვარი ასევე ლათინური ასოებით და ელფოსტა, რომლითაც Facebook-ზე ხარ რეგისტრირებული. სასურველია Gmail იყოს. როდესაც შექმნას დააჭერ, იდეალურ შემთხვევაში ბიზნეს მენეჯერი შეიქმნება და გაგიხსნის ახალ ფანჯარას. ზოგჯერ შეიძლება დაგიწეროს, რომ ლიმიტი ამოწურული გაქვს, მიუხედავად იმისა, რომ აქამდე არ შეგიქმნია ბიზნეს მენეჯერი. თუმცა გამოსავალი არსებობს. შეგიძლია მიწერო Facebook support ლიმიტის გაზრდაზე, ან შეგიძლია სთხოვო შენს მეგობარს და მისი სახელით შექმნა და შემდგომ full კონტროლი მოგცეს. ჩემს შემთხვევაშიც ამოწურული მაქვს ლიმიტი, თუმცა მაქვს სხვა ბიზნეს მენეჯერი, რომლის მაგალითსაც გაჩვენებ შემდგომ ეტაპებს. როდესაც ბიზნეს მენეჯერი შეიქმნება და ელფოსტაზე დასტურს გააკეთებთ, მოხდებით უკვე ბიზნეს პორტფოლიოს განყოფილებაში. აქ უნდა გადახვიდეთ ბიზნეს სეტინგებში, სადაც უნდა დაამატოთ page-ი, შემდგომ კი შექმნათ ad account-ი. პირველ რიგში გადადიხართ page-ების განყოფილებაში, დააჭირეთ ad existing Facebook page-ს, სადაც ჩაწერთ თქვენი გვერდის სახელს ან links და დააკავშირებთ ამ ბიზნეს მენეჯერთან. ამის შემდგომ კი უნდა გადახვიდეთ ad account-ების განყოფილებაში და შექმნათ სარეკლამო ანგარიში, საიდანაც შეძლებთ რეკლამების გაშვებას. ad account-ს დაარქვით სასურველი სახელი და ყურადღება მიაქციათ იმას, რომ დროის ზონა სწორად იყოს მითითებული. შემდგომ აირჩიეთ თუ ვისთვის ქმნით სარეკლამო ანგარიშს და დააჭირეთ create ღილაკს. შემდგომ გადადით people განყოფილებაში, სადაც ნახავთ admin-ებს. იმისათვის, რომ სრულყოფილად მართოთ თქვენი აკაუნტები, საჭიროა საკუთარ თავზე ჩართოთ სხვადასხვა SIN-ესეთები, ანუ გაიაქტიუროთ წვდომები შესაბამის ინსტრუმენტებზე. ბოლოს კი გადადით ads manager-ზე, კამპანიების განყოფილებიდან, საიდანაც უკვე შეძლებთ რეკლამების შექმნას და გაშვებას. ასევე პირველი ეტაპი თუ რა უნდა გააკეთოთ, ეს არის, რომ ბარათი დაამატოთ ad payment განყოფილებიდან თქვენს სარეკლამო ანგარიშს. სულ ეს არის, მეტი მსგავსი საჭირო ვიდეოებისთვის დაალაიქეთ და გამოიწერეთ ჩვენი გვერდი.